საქართველო პატარა სახელმწიფოა კავკასიაში. 1921 წლიდან ის 15 რესპუბლიკიდან ერთ-ერთი იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მხოლოდ 1991 წელს აღიდგინა. მალევე დაიწყო სამოქალაქო ომი. ასევე ომი ბძინვარებდა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში. შედეგად ქვეყანამ ეს ორივე რეგიონი დაკარგა. ომებთან ერთად ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას ხელს უშლიდა ყველა სფეროში გამეფებული კორუფცია. კორუფციასთან რეალური ბრძოლა ქვეყანამ მხოლოდ 2003 წლიდან ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო და ეს ბრძოლა წარმატებული აღმოჩნდა. 2011 წლის საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა მხოლოდ 3% ადასტურებს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ფრთამი გადაუხდია. ჩვენ ვიმოგზაურეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩავიწერეთ ადამიანების პირადი ისტორიები კორუფციის შესახებ და ამ ისტორიებით გვინდა გაჩვენოთ, როგორ მოხდა ადამიანების აზროვნების ცვლილება, ასევე ზოგადად რა ცვლილებები მოხდა ქვეყანაში საბჭოთა პერიოდიდან დღემდე. წელს როცა გადმევედით სოხუმიდან, სოხუმი როცა დაინგრა და გადმევედით ქუთაისში. მე ასე ამეგონა თუ ვიარსებებდი და ვიქნებოდი ჩემი შვილებით არ მეგონა. ბავშვები იყო 8 თვის და 2 წლის. რო შემოდიოდა დახმარებები, ხალხი სანამ გერკვეოდა მაგას და ჩვენ სანამ მიხვდებოდით, ხო? ყველა ეს დახმარება მიდიოდა მაღაზიებში. როცა იგენს ხონდა ფასი, უნდოდა რა ფასში უნდოდა იმ ფასში ყიდიდნენ. ფასებს არ ქონდა მაგისთვის მნიშვნელობა. ყველანაირი დახმარება რა გინდოდა, ყველაფერს ყიდიდნენ. ძველმანების მაღაზიებს დაათქვენ ევროპის მაღაზია, ევროპა თუ რაღაც აწერია ევროპული საქონელი. აი ეს რომელიც ჩვენ სოფლიოს ყველა ქვეყანა დაგვეხმარა, ყველა იყიდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე მაღაზიები გახსნილი იყო და ყველა მიყიდა იმითი შავ-შავი მანქანები. მივაკითხე მერიას ერთხელ, მივაკითხე ორჯერ, არ გაჩნდა საშველი, არ ტანსაცმელი, არაფერს არ არიგებდნენ, თავის ნაცნობებს ურიგებდნენ და ბოლოს რო დავწერე რაღაც დიდი განცხადება საცხამი მქონდა, პირდაპირ სახლში აქ მომიტანეს მომართვეს ეს დახმარება ბავშვებზე. თითო უნდა იყო 4 სულზე 1 ცალი. მე ჩამეცვა ბავშვ, ჩემ ხარს მე არ ვიცი. იმის მერე პოლი არ მქონდა, ვეძებდი პოლი მინდოდა, არ გაჩნდა საშველი, შემოვიდა სახად ნორვეგია შემევიდა და იმ ნორვეგიასთან რომ მოხვედრილიყავი, არაფრით არ მიშვებდნენ. ნორვეგია როგორ შეიძლებაო, შენო იქ მოხვდებოდა? არ გვიშვებდნენ იქ შიგნით აქაურები, აი ქუთაისის მერიის თანამშრომლები, რომელიც განაგებდნენ სად უნდა გეკეტა, ვისი სახლი გერემონტებიათ, სად გეეტანათ მასალა, როგორ ეშოვა თანხები, აი იმაზე მუშაობდნენ მაშინ. დევნილებს და არავის არ ცალოდა. ჩვენ ნორვეგია დაგვეხმარა პოლი, რომელიც მე ახლა მიგია და ბავშვები რო გადამირჩა, აი ნორვეგიის დახმარება იყო ეს. სოხუმის დაცემა, ეს ტრაგედია, რაც მას მოყვა, შემდეგ უკვე დევნილთა მასა, მათი შემოსვლა სამეგრელო და პირველი ის რაც იყო, რომ აი საერთაშორისო ორგანიზაციების შემოსვლა, ჰუმანიტარული მისიები გაჩნდა. და ამასთან ერთად გაჩნდა პირველი დახმარებები მათი მისამართი და მახსენდება ის პერიოდი, როცა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდი. მახსოვს, როცა აი სიების შედგენის მერე, როცა პირველი სწრაფი დახმარება დგებოდა მათი მისამართით და როცა ატყობდა ერთ-ერთი ხელმძღვანელი უცხოელი დელეგაციის, რომ აი სიები უკაცრავად ვამბობა, ეს გაბერილი სიები, ასე იტყოდნენ, რომ მიცვალებული, დაუშვათ სხვა ჩაწერილი და როცა თხოვდა ის რომელიღაცა თემის დევნილთა კომიტეტის ხელმძღვანელს, რომ აი რამენაირად ეს სიები დაიხვეწოს და დამახვედრე, მე უფრო დაბალი რაოდენობა დევნილების და ვიცი და ასეა, რომ გაიცეს ეს დახმარება. აი იყო შემთხვევები მივსულვარ დასარიგებლად და რეალურად თქვათ ის ვინც არ იყო, არ არსებობდა, ისეთი იყო სიაში დატოვებული და რეალურად ვინც ცოცხალი იყო და ვინც მან ცხოვრობდა, ის იყო დატოვებული. თვლი რომ ეს იყო იმ პერიოდის, იმ 70 წლიანი ისტორიის, ასე ვთქვათ, მენტალობა, რომ თითქოს და საერთო სახალხო არის საკუთრება, მაგრამ მაინც ადამიანს შინაგანად და ბუნებრივად კერძოსკენ და ასე ინდივიდუალიზმისკენ ეკაჩებოდა, რომ მე ჯერ და მერე სხვას დარჩენილი. დავიწყებ ალბათ იქიდან, რომ 90-იანი წლები ძალიან მძიმე მემკვიდრეობა იყო ზოგადად ქართველი ერისთვის და მით უმეტეს სამეგრელოსთვის. 90-იანი წლების ბოლოს უკვე, როდესაც მე ვამთავრებდი სკოლას
ეს იყო დაახლოებით 95-96 წლები. თითოეული აბიტურიენტისთვის თუნდაც მიუღწეველი ოცნება იყო ჩაებარებინა უმაღლეს სასწავლებელში, თუნდაც ვიღაცის ნაცნობობის გარეშე აუცილებელი იყო რაღაცა თანხის გადახდა, რომ მოწყობილიყავი უმაღლეს სასწავლებელში. მე პირადად მაგალითად 96 წელს ჩავაბარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და მაშინ იმას არ გეკითხებოდნენ თუ როგორ ჩააბარე. პირველი კითხვა ისმებოდა რამდენი გადაიხადა ჩაბარებისთვის. თუმცა გამონაკლისები მაშინაც იყო, მე პირადად არაფერი არ გადამიხდია და არც ველოდი მოლოდინი არ მქონდა რომ ჩავირიცხებოდი, მაგრამ იყო ისეთი ნათელი წერტილებიც, როდესაც ერთეულები მაინც ახერხებდნენ მოწყობას ამ უმაღლეს სასწავლებელში. და მე მახსოვს, როდესაც ჩამოვედი მშობლიურ ქალაქში, ვინც ხვდებოდა, ჯერ მომილოცავდნენ, ხოლო შემდგომ მეკითხებოდნენ, რამდენი დამიჯდა ეს სიამოვნება. როდესაც სახელმწიფო გამოცდაზე ვიყავი, ქართული ენის მახსენდება, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც შემდგომში ჩემი ჯგუფელი გახდა, იძახდა, რომ ვინ არის ეს ჯოყოლა. წარმოიდგინეთ, ქართული წერის გამოცდაზე ადამიანმა მიიღო 9 ქულა, რომელმაც არ იცოდა უბრალოდ ჯოყოლა ვინ იყო, როდესაც ქართულში თემას ვწერდით. და როდესაც ვკითხე მაშინ როგორ მოხვდი ისეთი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა ვინ იყო ჯოყოლა, უნივერსიტეტში როგორ გახდი სტუდენტი, მან თქვა, რომ მხოლოდ ერთ საგანში რამდენიმე 1000 ლარი გადაიხედა იმისათვის, რომ გამხდარიყო სტუდენტი. მე თვითონ მუშაობ უნივერსიტეტში 2002 წლიდან, მოსწრები ვარ იმ ძვოდროსაც, მოსწრები ვარ ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდსაც და უკვე 2003-2004 წლების მერე, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა ქვეყანაში, ქვეყანამ ძირითადად გადადგა ის ნაბიჯები, რომელიც საჭირო იყო ამ ფართოდ მოდებული სენის ასალაგმად. და დღეს გვაქვს ის სიტუაცია, როდესაც ეროვნული გამოცდებით მარტება უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების მეშვეობით ხდებიან აბიტურიენტები, ხდებიან სტუდენტები და ფაქტიურად სახელმწიფომ არანაირი მექანიზმი არ დაუტოვა დაინტერესებულ თუნდაც მხარეებს, რომ ამ პროცესისგან სარგებელი მიიღონ. ესე იგი, ჩვენი წლები იყო ასეთი 80-იანი წლები და როცა მაინც ჩემი თაობა წამოვიდა და გამოვიდა ასპარეზზე, ასე რომ ვთქვათ, ეს სკოლის შემდგომი პერიოდია. და იმ პერიოდში ჩვენ მოგვიხდა, რომ აი სკოლა დავამთავრეთ და ზოგმა მუშაობა დაიწყო, ზოგმა გააგრძელა სწავლა და აი მეც მათ შორის ვიყავ, ვინც სწავლის გზა აირჩია და ვაბარებდი. გადავწყვიტე გამეგრძელებენ სამედიცინო ინსტიტუტში, ხო? ახლა მაშინდელი სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის გაგრძელება ითვლებოდა, რომ ესე იგი, ან უნდა ყოლოდა პროტეჟი, ან ვიღაც ისეთი, ან რაღაცა და მაინც მოიაზრებოდა როგორც კორუფციული სისტემა და აი იქ ისე არ შეიძლებოდა თითქოს რომ მომხდარიყო ადამიანი. მაგრამ არის რუსული ასეთი გამოთქვა ხრაბრას ბეზუბნი, ხო და ეს ალბათ ბევრი არ ვიცოდი ამის შესახებ, მაშინ ყურმოყრით ვიცოდი და მე მჯეროდა ის, რომ თუ მე ვისწავლიდი, ანუ მოემზადებოდი ისე სათანადოდ და აი პროგრამას ისე შევისწავლიდი, ვერავინ არ დამიდგებოდა წინ და ალბათ სადღაც ეს მართალიც იყო და გამოდგა. მაგრამ ამისთვის დამჭირდა 1-2 წელი, რომ პირველ წელს დავუშვათ აი ქულების სისტემა იყო, მაშინ 5-ბალიანი სისტემები იყო. და ნუ ვიღებდი დავუშვათ 4-5, მაგრამ არ მყოფნიდა ეს ქულა, გამსვლელი ქულა, კონკურსი დიდი იყო. ერთ ადგილზე დაახლოებით ზოგჯერ 10-12 კაცი მოდიოდა და ამდენად იყო მკაცრი კონკურსი, ძალიან დიდი. და აი როცა გარეთ დავრჩი იმ ძალებსაც მე ჩავთვალე, რომ როდესაც ნიშანის ვიღებდი დავუშვათ 4-ს, ხო არასდროს არ ვამბობდი, რომ ნიშანი დამაკლეს, იმიტომ რომ მართლაც არ მაკლებდი ნიშანს. და როცა მე გავიაზრე ეს წლების შემდეგ, მე მივხვდი, რომ აქ იყო ფარდობითი ვარიანტი იმისი, რომ სხვას უმატებდნენ და ამიტომ რო არ ეკუთვნოდა მათ და ამიტომ მათი ნიშანი და ქულა შობდა მე ვთქვათ ჩემსას და ამიტომ ხდებოდა ესე. და იმ წელიწადს როცა ჩავირიცხე, ეს იყო 80 წელი,
დაახლოებით 8 კვირით ადრე შეიცვალა მისაღები კომისია. ნუ რაღაც მოხდა იქ ჩვენგან ფარული მიზეზების გამო. როგორც ჩანს შეიცვალა იქ რაღაცა ის ურთიერთობები, რომელიც ჰქონდა დალაგებული და დაწყობილი, ეს ვეღარ მოასწრეს ის მალე ამის ხელახლა გადაწყობა და ამიტომ მართლაც იმ წელიწადს ყველამ აღნიშნა შემდეგ რომ იყო ობიექტური გამოცდა შედარებით სხვა წლებთან შედარებით და მართლაც ბევრი ჩაირიცხა აბიტურიენტი და ჩემთან სწავლობდა, რომელიც თავისი ცოდნით და ძალიან ნიჭიერი ხალხი იყო. იყო ასე მარტო მე სხვათა შორის ბევრი ვინმე ასე აკეთებდა, როცა იქ იყო პატარა სინდიკატივითაც კი იყო ვარციხეში, რომ თითქმის ყველა მოსახლე, ვისაც ხელ მიუწვდებოდა ამ ქარხანასთან, მოგეხსენებათ იქ ვარციხის კონიაკის ქარხანა იყო. თითქმის ყველა ყიდდა კონიაკს. სხვათა შორის ძალიან კარგ კონიაკს. იქ ყოველგვარი გაზავების და ყოველგვარი ფალსიფიკაციის გარეშე. კონიაკი იყო ნამდვილი და კარგი კონიაკი იყო. ყოველ შემთხვევაში ისეთი კონიაკი იყო რომ მისი დაფასოების შემდეგ მას ჩვენ ვიყენებდით სხვადასხვა თუ შეიძლება შეთქვას კორუფციაში მაგრამ საჩუქრად ვიყენებდით სხვათა შორის თუ უფრო სწორად რო თქვა ეს კორუფციაც არ არის ალბათ თუ რო ყავს საჩუქებდი რამეს და იგი მე შენ რაღაცას გაიგეთებ ახაც კი ვყიდულობდით ხანდახან დაუშვათ რომ გვინდოდა სადმე ახლა ერთი ბოთლი ვარციხე უფრო ზვირიღი და ვინმე 1 ლიტრა ის ჩამოსასმელი ვარციხე ხო თავის თავად არა და რეზულტატი იგივე იყო ხო და ამას ჩვენ ედულოდით გქონდა საქართველოს გარეთ სადაც სწავლობდით ადგილებში და ზოგიერთი ლექტორის ლექტორთან ურთიერთობა სწორედ ამით ვქონდა ჩვენ რომ ეს ჩათვლები იყო თუ გამოცდები იყო ადვილად გავდიოდით ხო იმიტომ რომ ეს ბოთლები სხვათა შორის აქ რესტორნებში ყავდა ვიღაცები ჩვენ ნაცნობები რომლებიცაც ცარიელ ბოთლებს გვჩუქნიდნენ ხოლმე მოშხალდით ამაში წარმოიდგინეთ ეს ვარციხის კონიაკი შეიძლება ჩაგესხარ ვენისელის ბოთლში და გუშანთ ღოესის ბოთლში თბილისის საუბილეოს და რაღაცეები და შეულებრივად მე ორი შვილი მყავს. ერთმა აბაშიძის დროს მოეწყო უნივერსიტეტი მარია ხოთკაჟი საზღვაო სასწავლებელში სწავლობდა. ცოტა იმის მოწყობა ძნელი იყო იმ დროს. გაგვიჭირდა ცოტა ნაცნობები, ძმაკაცები, იგი გამოუძებნეთ და რაღაც იმით ზოგზე და მეორე ბიჭი რომ მარია ხოთკაში რომ მევიდა საზღვაო სასწავლებელში მეორეს დროს უკვე 2004 წლის აქეთ იყო და ჩააბარა მისით არც მივსულ ვარ არც მომიკითხია არც ევსულ ვარ საბუთები შეაგროვა ჩააბარა გამოცდები და დაამთავრა და ეს იყო სხვაობა რომ პატარა აბაშიძის დროს პატარა დახმარება უნდა და ნაცნობობა უნდა და პატარა კორუფციის მხრივ პატარა დახმარება უნდა და გამოვნახეთ ნაცნობები ძმაკაცები იგი პატარა დაჭირდა ცოტა არ გამოდიოდა პირდაპირ მითხეს მარტო სწავლითო ვერ გახდება რამე და ჩავრიე იყო 1-2 კაცი რომ შევაწუხეთ მაშინ და ვიცოდი რომ საჭირო იყო რა იყო მისატანი იყო რაღაც გადასახდელი იყო რაღაც ის იყო ისნა გეკეთებია რომ გაკეთებულიყო მაშინ ყველა ამბობდა აბაშიძესთან მიდისოდა მე იმას არ შევსურვარ და არ შევეკითხებოდი ბატონო ასლან მოგცეს თუ არა ის ფული მე რომ გადევხადე მეთქე მე მაგას შევეკითხებოდი ყველა რაც გეტყოდა აბაშიძეს უნდა ვინ იცის ან მიდიოდა ან არა მაგრამ ფაქტიურად ჩემიდან გადიოდა ეს იყო მეორეს დროს უკვე მეორე ბიჭის დროს რამე არა პირდაპირ მივიდა ჩააბარა გამოცდა გააკეთა ამოვიდა სახში და ისე დაამთავრა რომ არც გამხსენებია რომ ის იყო თემის საქმე იყო რომ
დილას ადგებოდა გაუთავებული შარვალი, ტანსაცმელი, ეს დახვედროდა გზის ფული. მეტი არაფერი არ მიმიცია. ბიჭმა წვანეკონცხზე დაამთავრა, როლანდიმ დაამთავრა წვანეკონცხზე ირუდიულ ეკონომიურობა. ერთი წელიწადი ისეც ჯარი არ უწევდა, სახლში იჯდა. როცა ჯარი მოიხადა, წავიდა 2 წელიწადნახევარი ჯარში დარჩა, ჩამოვიდეს შავარდნაძის დროში იყო აგი. მერე წავიდა რაცხა ნაცნობის სახელით მივიდა რაღაც არავის სამუშაოდ ქალაქში მოიკითხა სამუშაო ქალაქში. გვაქვს ადგილები გვაქვს, მაგრამ რა ვიციო და თუ გაქვს ამდენი თანხაო, შემოიტანეო და შენ პროფესიაზე დაждები და იმუშავებ. $5,000 უთხრეს, მაგრამ $5,000 მქონებოდა, მაშინ რა თქმა უნდა, ახლა აღარ მოვძებნიდი სამუშაოს და საცხარო იცხა გამოჩნდებოდა, მაშინ მიმუშავებდი, მაგრამ სად იყო ეს საშუალება? არ იყო, ხო? $23 წელია უკვე რომ მუშაობ აქ, ავხსენით ცეხი. აცხაური კაცი გამიკეთებია და ოჯახი მერჩინა. ხო და ბოლოს გადავწყვიტეთ რომ იყო გადასახადები ამბავი, მოვიდა კორესპონდენტი ბათუმიდან შეგვამოწმეს, რომ რატომ მიხდით, ვის სუხდით. და თვითონ გავფორმდი მეწარმეთ და მოვიდა, მერე თვითრები დაგვირიგეს იქიდან, ჩვენ შევავსობდით ბლანკებს. მივიდოით საზღვაო ბანკი იყო გახსნილი, გადავიხდიდით. და უკვე დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ფული იყო ჩვენი გადასახდელი. დაუშვათ გამოდიოდა ხანდახან ინსპექტორი, შეამოწმებდა რამდენი რა გაკეთებული. ხო და იმ დაგვარახლა, მაინც დაძალება არ იყო, რომ შენ გინდა თუ არა, იქ აკლდებოდა სინათლის ფული, აკლდებოდა ამორტიზაცია, რემენი, რაღაცები, ხარჯები და რაც მომრჩებოდა 100-ში ვიხდიდით, რაცა 24 ლარი იყო. 24%-ს. და ასე გაქონდა. იყო ისეთი შემთხვევები, რომ არ იყო გადასახდელი და მიქონდნენ ჯიბეში. ძალიან ბევრჯერ. მაგრამ ქვითარს წერდნენ. ეს ქვითარი საიდან მოდიოდა მე არ ვიცი. ქვითარს დაგვიტოვებდნენ, დაუშვათ ერთი ინსპექტორი გამიარა და ხომ შეამოწმებდა. იყო შემოწმებული, დატევდა ქვითარს, მოვიდოდა მეორე. აჩვენებდი ქვითარს, ხო, გადახდელი გაქვსიო. ალბათ ეგენი ერთი მეორეში იყო შეკრული და როგორც ასეთი ყველა საწარმო ადრე ახლა დღეს კარგად არის ყველა. იყო როგორც ასეთი ინსპექტორები დანაწილებული, დაუშვათ 5 საწარმო იმისია, 5 იმისი, 3 იმისი, ვის რამდენი მოუწევდა და იქიდან მიდიოდა ჯიბეში ალბათ არის. საბჭოთა კავშირი ეს ტოტალიტარული სახელმწიფო აღარ არსებობს და აღარ არის, მაგრამ ვინც ვიცხოვრეთ აი ამ საბჭოთა კავშირის დროს და ჩვენი ცხოვრების ორიენტირები განსაზღვრეთ, ახალგაზრდები ვიყავით, ხო? გარკვეულწილად დაღდასმულნი ვართ იმ სისტემიდან, რომელშიც ცხოვრობდით და რომელზედაც ახლა მინდა გესაუბროთ. საქმე ის არის, რომ პოლიტიკური ზეწოლის გარდა იყო ეკონომიკური რეპრესიები. ერთ-ერთი რეპრესიები ეკონომიკური ჩემ ოჯახსაც შეეხო ახლა. მამაჩემი 60-იან წლებში მუშაობდა სამტრესტის ღვინის ქარხანაში. ეს იყო დიდი ქარხანა, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა ღვინის პროდუქციით და ქართული ღვინო განთქმული იყო ახლაც, მაშინაც და ახლაც საუკეთესოა, არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მთელ მსოფლიოში. აქ იყო ასეთი რამ, მე როგორც ვიცი, ეხლა მაშინ ვიყავი მე დაახლოებით მე-7 კლასში, მე-7 კლასში, როდესაც ეს ამბები მოხდა. რა მოხდა ეხლა? პროდუქციას აწარმოებდნენ, მაგრამ იყო აგრეთვე ზედმეტი პროდუქცია. ესე იგი, გეგმა რაც იყო, ამას ასრულებდნენ. მაგრამ იყო ზედმეტ ღვინოსაც იყო ესეთი რამ და შემდეგ ამ შემოსავალს ალბათ ინაწილებდა ქარხნის ხელმძღვანელობა და იქ სხვადასხვა საფეხურზე მდგომი ხალხი. მაგრამ არა ყველა ერთნაირად. მოხდა ისე, რომ მოსკოვში ეს ეტიკეტებით სავსე ყუთი, რომელსაც აკრავდნენ შემდეგ ბოთლებზე და იქ უნდა გაეყიდათ,
აღმოაჩინეს და მოსკოვიდან ჩამოვიდა საგამომძიებლო ჯგუფი და დაიწყეს აქ გამოძიება რა მოხდა, როგორ იყო. მამაჩემი მუშაობდა ეკონომიკურ განყოფილებაში ქარხნის ბუღალტრის ერთ-ერთი მოადგილე იყო, მთავარი ბუღალტრის. რა თქმა უნდა, მანქანები რო გადიოდა და შემოდიოდა, ამაზე იწერებოდა გარკვეული ფურცლები, რომ რა ხდება, როგორ რა იყო იქა და შემდეგ და რა თქმა უნდა, ამასაც ჰქონდა ამას ხელი მოწერილი. მოხდა ისე, რომ 7 კაცი დაიჭირეს არა იმისთვის, რომ რამე დააკლეს სახელმწიფოს, არამედ იმიტომ, რომ ზედმეტი პროდუქცია აწარმოეს და ესე იგი, რა თქმა უნდა, მიითვისეს ეს ფული, ასე ვთქვათ და სახელმწიფო ყველა პარავდა. არ იყო სფერო, რომელშიც არ იპარავდნენ. ხო, მე არ მინახავს პირადად, მაგრამ ცნობილია, რომ ავტოქარხანაში ქუთაისში კედლებთან იცდიდა ხალხი და აკუმულატორებს და საბურავებს და ამას იპარავდნენ და რა ქვია, ღობეებიდან. ხო, ეს იყო ქვეყანა, რომელიც უნდა დანგრეულიყო, იმიტომ რომ არ იყო, ესე იგი, ნორმალურ ეკონომიკურ ურთიერთობებზე აწყობილი. მე პოლიტიკურზე არ ვამბობ. ხშირად მიხდებოდა რუსეთში წასვლა, ხშირად ძალიან. აქედანაც რაღაცა უნდა წაიმეღო, იქედანაც რაღაცა უნდა შემემეტანა. იქ ხმას არავინ არ აქვს, აქ შემოხვალ უკვე ჩითავას ყველანაირად. რომ ფული იშონა. ერთხელ აი ყაზბეგის იმას რომ ჩავდივართ, პატარა პოსტი არის, გუმი სოფელი. გამაჩერა. თვითონ სანადირო წაბდანდა და მეორე ოფიცერი იყო და იმას უთხრა რომ ამას ვიცი რომ რაღაცა ექნება ლევიო 300 მანეთი გამაართვი და გაუშვიო არა და არ გაუშვო მართლა რაღაცა ლევი მქონდა და შაუბეზრდი ამდენ ხანს ლოდინი არა და ყაზბეგის იმას გამოიძახებოდა კგბ-ს და ვატერი უფრო ორასი არ იქნებოდა საქმე მანქანაში დავწექ ვითომ მეძინება რა მეძინებაზე ლევის აქონელი მაქვს ხო სიმართლეს ყოველი არაფერი და არც მიყვარს ყოველი ამ ხელა კაცი ვარ რო ვერ დავიძინე დავდექ და მეთქი ახლა ბოლო როდმინა ვიყო ახლა 300 მანა დაედები გაგეშვევ ამოიღე და მივეცი და რა მეკნა მე რა იც რა მითხრა მამა და აღმა თუ არაფერი მიგაქვს რა შემაძლია ამდენ ფულსაო ეხლა ხო არ ვეტყოდი ეს მიმოქესმი მაგრამ თუ პოლიცია იმას გამოიძახებდა აი ობეხეს მაშინ 100,000 საერთოდ ეგეთი მე თქვი ამას ჯანდაბას რაც არის ხაზეინმა დამიჯერა ეს რო უთხარ ასა მამივიდა ასა მეთქი დაიჯერა საბჭოთა კავშირის დროს მაიხლო ვინ გაგედება ვინ წამაიღებს იგი არა ფული მქონდა რომ მივეც 300 თუ არაფერი არ მივიღე რა შემაძლია ამდენ ფულს აბა რომ მეთქოს არა მოვიდა უფრო მეტი დაუჯდებოდა ჩემ ხაზე მეც დამიჭერამდნე იმასაც დაიჭერამდნე და ამის დასხანა ძალიან ძნელი იყო მე 100%-იანი ციხე იყო